სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების და ვამთავრებთ საუბრების 79 ნაწილს ამ ბოლო კითხვით, რომელიც 2019 წლის 20 ოქტომბერს იქნა ჩაწერილი. სწორედ ამ დროს პოპულარული ხდება ისეთი პიროვნება, ალბათ თქვენ გაგიგიათ, კანადელი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგს უწოდებს თავის თავს და უფრო ცდება მისი, რა თქმა უნდა, საუბრები ფსიქოლოგიასაც, ჯორდან პიტერსონი. იცით ხომ, მას აუგრძალეს კიდევაც კანადაში უნივერსიტეტში სწავლება და ის უძველებული იყო დაეტოვა და გადაბარგდა ამერიკაში. ეხლა იქ ცხოვრობს ამერიკაში და პოდკასტებით, ასევე მიწვევებიც აქვს ხოლმე, რომ ამერიკა უფრო კონსერვატორული ვიდრე კანადა. და ის დაუპირისპირდა ზუსტად იმ თანამედროვე ესე ვთქვათ პოლიტიკურ კორექტულობას, რასაც ადგილი ჰქონდა უკვე ძალიან ბევრ სფეროებში, რომ ქალი-ქალია, კაცი-კაცია, ეს დებატები წავიდა იცით და კანადა პირდაპირ ფლაგმანი იყო ამ იმაში, ხელშეწყობილი ამერიკის პრეზიდენტის მიერ, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრის მიერ ეს იდეა და ეს სლოგანები და ყველგან შეიჭრა აბსოლუტურად. მაგრამ ამერიკა ისეთი ქვეყანაა, სადაც არის შტატები, სადაც უფრო დაცული ხარ. და ასევე პლატფორმები, სადაც შეგიძლია უფრო თავისუფლად, იმიტომ რომ მოსახლეობა არის, მოთხოვნა არის ამაზე. მოვად რომ ამერიკაშიც ალბათ როცა იქ უფრო გადააჭარბებს უკვე უმრავლესობა, ალბათ ეს ბოლო ეტაპი იყო ტრამპის მოსვლა და ერთ-ერთი ხმა, კონსერვატორული ხმა პიტერსონიც გახდა, ჯორდან პიტერსონი. შეგიძლიათ მოიძიოთ, ვინც არ იცის, ძალიან პოპულარული გახდა ახალგაზრდებში, რომელიც უფრო აღიარებდა ესეთ მამაკაც ურთვისებებს, ახლა მე მგონი სპეციალურ დიეტაზეც ამარტო ხორცს ჩაჭამს, მისმა გოგონამაც დაადასტურა და ბევრ საკითხებზე, პოლიტიკურ საკითხებზეც ჰქონდა მას თავის შეხედულებები. და დებატებში გადიოდა სტუდენტებთან და მოკლედ ფენომენი დაარქვა ჯონ მაკარტურმაც ამას. და აქაც ჩანს ახლა ერთ-ერთი მაგალითი ქალბატონის კითხვა, რომელიც შეშფოთებულია, ხო? დაუშვათ ესეთი პიროვნებას, როცა უსვენენ ახალგაზრდები, მაგრამ ჯონ მაკარტური აი ავლენს ზუსტად ბალანსს და ობიექტურობას, რაზეც ვილაპარაკეთ ჩვენ, რომ ზედმეტად შეიძლება ნაჩქარევად ადამიანები არ უნდა ჩამოუწეროთ, ესე თქვა და შეიძლება ღმერთიც იყენებდეს ესეთ ადამიანებს რაღაცა კარგის, როცა პოპულარული ხდებიან, რაღაც საღაზრის უკან დასაბრუნებლად, ხო? მაგრამ რაც შეეხება ქრისტიანობასთან ის უკვე ისე აღარ არის, როგორც ქრისტიანი უნდა იყოს. მან დაიწყო რაღაცა სერიებიც ბიბლიაზე და წარუმატებელი იყო ეს, ალბათ ზედმეტად რო აგივარდება თავში და ცოტათი უფრო ესე ვთქვათ უკვე იმას იზავს, ზედმეტს რო აიღებ შენ თავზე და უკვე გაეხვევი და იმას იზავდი. ამაზე უკვე კომენტარი აღარ მომისმენია ჯონ მაკარტურის და მისი კომენტარიც არ მომისმენია, ჯონ მაკარტური ჩანდა თანამდებობა და გამოავლინდა და რამოდენიმეჯერ თქვა ამ პეტერსონის შესახებ და პეტერსონს კიდე რა ვიცი არაფერი არ უთქვია ჯონ მაკარტურის შესახებ, ხო? იმიტომ რომ ძალიან თავისთავად უკვე ძალიან ისე მიაჩნია. მიხედავთ რომ ამას შეიძლება არ გამოხატავდეს მანერებით, რაღაცა იმებით, შიგნიდან როცა მოისმენთ, მიხვდებით რომ მას თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს და რა თქმა უნდა ქრისტეს ადგილი მანდ არ იქნება. ერთხელ იტირა კიდევაც მე მახსოვს, რაღაცა ემოციური ის ქონდა, მაგრამ ბიბლიას და ქრისტიანობაზე მას სხვა შეხედულება აქვს. ის უფრო ჰუმანისტია ვიდრე ქრისტიანი. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც შეიძლება უფრო დეისტი იყოს და აღიარებს ღმერთის არსებობასაც, მაგრამ ეს ღმერთის არსებობა ხო იცით, ეს დეიზმი იგივე ათეიზმია სხვა ფორმებით, როგორც აგნოსტიკოსები, ხო, გარკვეულწილად, როცა არიღებენ ღმერთს როგორც არის და რომელიც ყველაფერს აკონტროლებს აბსოლუტურად. ასე რომ აი მოდით მოვუსვენთ ახლა ჯონ მაკარტურის შეხედულება ამაზე. და ქალბატონის კითხვაც. რა სიტყვით პოპულარულ კანადელ ფსიქოლოგ ჯორდან პიტერსონზე. პეტერსონი შეიძლება ითქვას, მაგრამ ქართულად უფრო პიტერი. ხო შეიძლება ესე უფრო გადაითანოს პეტრი ან პიტრი, ცოტა სადაო ის არის. გამარჯობათ პასტორ ჯონ, გამარჯობათ. ქალბატონის სოს და არ ასახელებს სახელს, იმიტომ რომ წინა კითხვაში ჯონ მაკარტურმა მისცადა ქალბატონო, თქვენი კითხვა და ეს კითხვა ემყარება თქვენს ბოლო კითხვა-პასუხს ჭეშმარიტებას მნიშვნელობა აქვს კონფერენცია. ეს ძალიან ცნობილი კონფერენცია იყო, ერთ-ერთი ბოლო კონფერენცია მე რაც მახსოვს ჯონ მაკარტურის მიერ ჩატარებული, რომ true is matter, ესე იგი ჭეშმარიტება მნიშვნელოვანია, შეიძლება ესე ითქვას. მე შეშფოთებული ვარ იმ ადამიანით, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ჩვენ საზოგადოებაში ახალგაზრდა მამაკაცებზე, რომელიც საღაზრზე დაყრდნობით ხელმძღვანელობს ამ ქვეყნიურ ცხოვრებით. პრობლემა ის არის, რომ ეს მათი ჭეშმარიტ სიმართლის გაგების ცრუ განცდას აძლევს, როდესაც ისინი ამას მიყვებიან, როდესაც ისინი ამ ადამიანს მითითებებს მიყვებიან და უჯერებენ მას.
ალბათ თუ არ მეშლება ჯონ პიტერსონი, ხომ, ბატონო პასტორო და ჯონ მაკარტურის უდასტურებს. ეს მათ აძლევს განცდას, რომ ისინი კარგად არიან, როგორც მამაკაცები, მაგრამ ეს აბნელებს მათი არსების რეალურ მდგომარეობას და ქრისტეს საჭიროებას. მაინტერესებს, გაქვთ თუ არა რაიმე გეგმა ჯორდან პიტერსონთან შეხვედრისათვის მომავალში. და მაგარი იქნებოდა ეს დებატები, ხომ, საუბარი როგორც შაპიროსთან დაჭდა, მაგრამ ეთყობა, რომ პიტერსონმა არინება, იმიტომ რომ მე მგონია ჯონ მაკარტური მზად იქნებოდა. რომ მოემზადებინათ, ხო, ეს ძალიან მაგარი შეხვედრა იქნებოდა, მაგარი დიალოგი შედგებოდა. მაგრამ პიტერსონი არ ინდოდა, იმიტომ დაპატარავდებოდა ჯონ მაკარტურთან. დაპატარავდებოდა, რომ მას არ ესმის ქრისტიანობა და არც თეოლოგია, ისე როგორც ჯონ მაკარტურთან, როცა დაჭდება აქ, ხო, აუცილებლად რაც არ უნდა სტილობიანი იყო საუბარი და ჯონ მაკარტური სტილობიან წარმართავდა, როგორც აკეთებდა ლერი კინგთან, ყველასთან პანელზე, სადაც დასვა ლერი კინგმა. CNN-ში იქ იყო 6 თუ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი და ყველა დაპატარავდა ჯონთან, ყველა აბსოლუტურად. იმიტომ ის რწმენით საუბრობდა და ღმერთის ავტორიტეტით საუბრობდა. ყველა ეტყობოდა, გამორჩეული იყო ყველასაგან. თვით ლერი კინგმაც აღნიშნა და იმიტომ გააგრძელა მასთან მოწვევა. აი ეს ჯორდან პიტერსონმა იცოდა აუცილებლად ეცოდინებოდა, იმიტომ რომ მას ისიც ეძებს ისეთ პოდკასტებს, სადაც მას წაადგება რაღაცა და მისი პოპულარობა გაიზრდება. მაგრამ ჯონ მაკარტურთან ის აუცილებლად წააგებდა. და აგრძელებს ჯონ მაკარტური. დიახ, სიამოვნებით შევხვდებოდი მას, ნახეთ, ადასტურებს ჯონ მაკარტური. ჯორდან პიტერსონი დღევანდელ მსოფლიოში ფენომენია. ის ფსიქოლოგია, რომელიც ძირითადად ამბობს, რომ თქვენ სრულიად ხართ პასუხისმგებელი თქვენ სიტუაციაზე. თქვენ არ შეგიძლიათ ვინმე დაადანაშაულოთ, თქვენ არ ახართ მსხვერპლი, თქვენ ხართ პასუხისმგებელი. თქვენ არჩევანზე, თქვენ საქციელზე. და განსაკუთრებით მამაკაცებთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ მამაკაცობა ნიშნავს სრული პასუხისმგებლობის აღებას. ეს თავისთავად აშორებს მას ფსიქოლოგიის მთელი სამყაროსაგან, რადგან არ სურს ვინმეს დადანაშაულობა და იცით ხომ, მთელი ფსიქოლოგია დამოკიდებულია იმაზე, რომ წახვიდე შენ ბავშვობაში და ეძებო იქ და სიზმრებში და იმეებში, იცით ხო, და განსაკუთრებით დადანაშაულებს მშობლებს, გარემოს, სადაც ადამიანი იზრდება. და შენ უნდა წახვიდე იქ იმასაკნა და რა თქმა უნდა ეს კარგია კიდევაც დადანაშაულება, ძალიან ბევრი აქესებს კიდევაც რომ გამოიღო და კონფრონტაცია გაუკეთო იმ შენ წარსულს. და რა იქნება ეს ხშირ შემთხვევაში, იცით, სექსუალური ისიც არის, ბევრი რაღაცეები. რომ ამაში ჩარჩენა, ხო? ამაში ჩარჩენა არანაირად ქრისტიანული არ არის. და ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, მთელი ფსიქოლოგიიდან განსხვავებით, ჯორდან პიტერსონმა აირჩია და თქვა, რომ არა, თქვენ საქციელზე თქვენ ახართ პასუხისმგებელი. ასე რომ ამაზეა ლაპარაკი. ჯორდან პიტერსონის კარგი მხარე არის ის, რომ მისი გაგების ეს მარტივი გზა არის. ნამდვილად სასარგებლო უთხრა ადამიანებს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც არიან. ეს სასარგებლო რეალობაა, მაგრამ საკუთარი აღიარებით ის არ აღიარებს, რომ სწამს ღმერთის, ქრისტესი, სახარების და ბიბლიის. ისე და ისე როგორც ექიმს, მასაც შეუძლია სიკეთის გაკეთება. სავარჯიშო თერაპევტს შეუძლია სიკეთის გაკეთება ადამიანურ დონეზე და მე ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ფსიქოლოგია იმდენად განსხვავებულია და მამაკაცები იმდენად განადგურებული ფემინისტური მოძრაობის ძალით, რომ სასარგებლოა, როდესაც მავანი და ამ შემთხვევაში ჯორდან პიტერსონი ეუბნება მამაკაცებს, რომ ადგენენ და აიღონ პასუხისმგებლობა ადამიანურ დონეზე. კარგი იქნებოდა თუ ოდესმე ქვეყანაში ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდი, სადაც ბრძოლაში წასვლა მოგვიწევდა, თუ საკმარისი მამაკაცები გვეყოლებოდა და არმია გვექნებოდა. საკმარისი გამკაცი გამბედაობით და მამაკაცურობით. დღეს კი ეს სავალალო მდგომარეობა ნელ-ნელა უკვე ძალიან ფემინისტური ხდებიან ბევრი მამაკაცებიც. ამასინებზე ლაპარაკი იყო ბიბლიაში ამითითება მალაკოსებზე. მალაკოსები ეს არის ისეთი ტიპის ადამიანები და ბატონო თეოფილე დაასახელა კიდევაც რამოდენიმე საქართველოს ცნობად სახეებში მამაკაცი, რომელიც შეიძლება პირდაპირ გაგებით ჰომოსექსუალისტი არა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ის ძალიან ახლოს არის ამ ტიპაშთან. და ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში არის. მე მეტროსექსუალებიც დავარქვი მათ. ასე რომ მე ვფიქრობ, აგრძელებს ჯონ მაკარტური, ჯორდან პიტერსონი ამბობს ისეთ რამეს, რაც ფემინისტური დღის წესრიგს ძალიან აღიზიანებს და ის ამბობს, თუ კაცი ხარ, კაცი ხარ, თუ ქალი ხარ, ქალი ხარ. და ეს არის მარტივი რეალობა, რომლის სიმართლესაც ნებისმიერ ნახევრად ტვინიც კი იტყოდა და აღიარებდა. მე უბრალოდ მომწონს ის იდეა, რომ ის აიძულებს ადამიანებს აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე. და მე ვფიქრობ, რომ ეს გვეხმარება სახარებაში, რადგან თუ შენ ახარ პასუხისმგებელი შენ საქციელზე და არ ხარ მსხვერპლი, მაშინ შენ ხარ ის,
ვისაც მოუწევს მასთან გამკლავება. ანუ ცოდვილობის აღიარება და ბუნებრივია შემდეგ ხსნელის ძებნა, ხსნელის აღიარება და მოხმობა. როდესაც მე ასე მოვიქეცი, რამდენიმე თვის წინ გავაკეთე სერია ეზეკიელზე, სოციალური სამართლიანობის საკითხზე. ამ სერიაში ჩემი მთავარი აზრი იყო ის, რომ ცოდვილებს მსხვერპლად ვაქცევთ. ჩვენ მათ სახარების გარეთ ვტოვებთ, რადგან თუ ისინი ყველა მსხვერპლები არიან, თუ ისინი ყველა კატეგორიული მსხვერპლები არიან მსხვერპლთა კატეგორიაში, რომლებიც არ არიან პასუხისმგებლები თავიანთ ცხოვრებაში არსებულ საკითხებზე, ჩვენ მათ ვაშორებთ იმ ძირითად აუცილებლობისაგან, რაც ადამიანებს სახარებისკენ უბიძგებს. და ეს არის ის, იმიტომ თუ შენ ყოველთვის აბრალი სხვას. ამას ამბობს ჯონ მაკარტური, ხო? ყოველთვის შენ აბრალი ვიღაცის ბრალი იყო ეს. ეს იყო მშობლების ბრალი, ხო, ჩემი ქმრის ბრალი, ჩემი ცოლის ბრალი, თუნდაც ჩემი შვილების ბრალი, ხო? ესე დღეში რო ვარ. ბუნებრივია, შენ უკვე არანაირად ცოდვილად არ თვლი თავს. და ცოდვილობა შენში არ არის და შენ იმართლებ, შენ მართალად გინდა რომ გამოჩნდე. და ბუნებრივია, ესეთ ადამიანს ღმერთი აღარ ჭირდება ხსნელად. აგზელის ჯონ მაკარტური ეს არის ის, თუ მე არა ვარ პასუხისმგებელი, მაშინ შეხედეთ რა გაურკვევლობაში ვარდები და საწავიდე მე იმედის საპონელად, ამიტომ მე მომწონს იდეა, რომ ის მამაკაცებს აკისრებს პასუხისმგებლობას, ასევე ქალებს საკუთარ ქცევას, საკუთარი ცხოვრების თვისებებზე და ხასიათზე. ეს უკეთესია, ვიდრე პასუხისმგებლობის მოხსნა, რაც არ თულებს სახარების ქადაგებას, რადგან ადამიანები საკუთარ თავს სხვისი ქცევის მსხვერპლად თვლიან და ამითი ყოველთვის რჩებიან ამ მოცემულობაში. კარგით, მადლობა კითხვისათვის და მადლობს უხდის ქალბატონი ჯონ მაკარტურს პასუხისათვის.